ცირა ხელა? ვაჰ, გული გამისკრეჩი. დავიფყარეთ შაურმების ქუჩა. ჩვენ უკვე შევუკვეთეთ ორი შაურმა წიწაკის უგარეშე. ხოროგინა პური მიყვარს. ენდოზი მომიდა შაურმის. მე ჩვენი დავწერე. Hey squad, როგორც იცით, ერთი თუ წინ გადავიღეთ ვიდეო ბურგერებზე, როდესაც გავტესტეთ ქალაქში ბურგერები და გამოვავლინეთ ჩვენი აზრით საუკეთესო. ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა ამ ვიდეომ და კომენტარებში იყო ყველაზე მოთხოვნადი ერთი პროდუქტი. ეს არც მეტი არც ნაკლები შაურმა, ასე რომ გადავწყვეტეთ დღეს მე და squad-მა, რომელიც უკვე მანქანასთან მელოდება, შევიძინოთ შაურმები 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, დავაგემოვნოთ და შევაფასოთ ჩვენი აზრით. რაც შეეხება ლოკაციებს, თუ საიდან ავიღებთ შაურმებს, არის შემდეგი: გლდანი შაურმა, მაგ შაურმა, ქლაბ შაურმა და ბლეკ შაურმა. ამჯერად ამ 4-ზე გავაკეთეთ არჩევანი, ასე რომ ერთად შევიძენთ, მოვიტანთ ოფისში, დავსხდებით და კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით შევაფასებთ. ასე რომ არ დაგავიწყეთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი და წავედი ახლა სკვადთან ერთად და გემრიელი შაურმების ორიენტელი დავაყენოთ აი აქ. აბა 10 ბალიანი სისტემიდან რამდენი გშიათ ახლა? 29. ქრისტესია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ახლა მივალთ ერთ ლოკაციაზე, სადაც 3 ობიექტი ერთად არის განთავსებული. ბლეკ შაურმა გამოძახებულია და ნახოთ რა მოხდება. ისე წინა ვიდეოში რომ ბურგერები ვჭამეთ, ახლა შაურმებთან როგორ ხართ? ბურგერები გირჩევნიათ თუ შაურმები? ზოგადად ჩვენ თავიდან შაურმებით დავიწყეთ, სიყვარული, ზოგადად ხოცისად. შაურმებიდან გაიზარდეთ. ხორული ჭამა შაურმები დავიწყეთ, მოდი. მე ცოტა დავხვეწეთ და ბურგერზე გადავედი. აი გეპეიში რომ დავდიოდი, გამოვიდოდი. მიყიდით. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო, შაურმა უფრო გემრიელია თუ ბურგერი? იმიტომ რომ ბურგერის კომენტარებში შაურმა ლიდერობდა. ერთიანად რო შევჭამთ, ალბათ უკეთესად ჩამოყალიბდებით. რიგრიგობით შევჭამთ, მოკლედ დავაგემოვნებთ უბრალოდ და ქულებს მივანიჭებთ, ვეცდებით ძალიან ობიექტურები ვიყოთ, თუმცა მაინც ჩვენი სუბიექტური გემოდან გამომდინარე იქნება. ხო, და არა როგორც რაღაცა პროფესიონალი არსება, შაურმის ჭამის პროფესიონალი. არ ვიცი, არსება. შაურმის 12 ლარიანს რო 30 წამში ჭამენ და რაღაცა. ეს ჭამაზე რამდენი შაურმის შეჭმა შეგიძლია? აი მიშოს აქ მაგალითად მაგაზე ისტორია რა. აი იმდენი მეც არ მე არ მიჭამ. აბა რა მიშო. მაშინ რო აი 12 ლარიანი იყო პირველად დიდი, მაშინ ჭამე 12 ლარიანი, ოღონდ იმის მერე ვიყავი ძალიან ცუდად რა. ერთი 12 ლარიანი ჭამე. თუ კიდე რო იცი რა ხელა? მართლა დიდი იყო? ანუ რო ვიჯექი ესე მედო და ანუ ეგრევე ვჭამდი. მუხლებზე ეჯდა და აქედან მიყვებოდა. ო, მუხლებზე მედო და ზედან ვჭამდი. ანუ სისქეშიც ესეთი. ეს ახლა მაშინ იყო დანი შაურმა 12-იანი იყო ძალიან დიდი. ბურგერს არა აქ ის განსტა რომ აი შაურმას რო შევჭამ ხოლმე, რომ მოვჩები ხოლმე, აი გონია რომ ძალიან დიდი ცოდვა ჩავიდინე რა. აი რაღაცა შუმაც მოკაიო. ხო რა, აი რაღაცა ისეთი მგონია რომ აი ძალიან დავაზიანე და ვავნე ჩემს მე თავს რა. წარმოვიდგე ხო გრძელი შაურმა არის და რო ჭამდა კუჩი იდეს აი ხო, ისე მაგაზე დაფიქრებულ ხარ, აი ამხილა 9 ლარიანი შაურმა და აი ამხილა ამათ არ ამუცილში რო გვეტევა მაგაზე დაფიქრებულ. ვაჰ, გული გამისკრეჩი. ისეს მეთქინა მხარი. მარტი? ოხო, მაგია. აუ რა კარგია, დათბა. ანგაია, იმენა ლუკი ამისთვის არის რა. გაიხარეთ ერთი. ეხა შენ რო არა, რაჯობია, თვითონ ცოტა საცობია. ახლოს ავართ გონი შაურმებთან და მივადგებით მალე თუ საცობები არ შეგვიშლეს ხელს. ეხა ჩემ შობლიურ ქუჩაზე ვარ, გეპეი, აქ დავდიოდი ბავშვობაში, სულ. აქ სუმე დავდიოდი, აქ. აცვეთილი მაქვს ეს ქუჩები. რა ხდება? ამათაც უსწორდებათ, კარგია, მიდის სხვადასხვა. მარტო ჩვენ ხო არ გვისწორდება, იმათაც უსწორდებათ, იასნა. ესეც ასე დავიფყარეთ შაურმების ქუჩა საბურთალოზე რაღაც ესე ჩამოყალიბ და შესაბამისად მივალთ ახლა 3 ვეგან და ნახოთ აბა. ყველა ლოკაციაზე შევუკვეთავთ ალბათ სტანდარტულს, იქიდან გამომდინარე რომ ზომებიც კი შევადაროთ, შესაბამისად 9 ლარიანი არის აქ სტანდარტული, არც პატარა, არც დიდი. რამდენი ხანი დაჭირდება დაახლოებით? 10 წუთი, მადლობა. აი, დააწექით ხვაგან შევუკვეთეთ, მე გლდანში დავრჩები და 10 წუთს ველოდებ. მე და მიშო შევალთ უკვე შაურმა თვალში და შევუკვეთავთ აქ. იქიდან გამომდინარე რომ შიგნით არ გვიშობენ, აქედან ვარ ჩეკეთოთ. 2 ლარიანი და და რა შეეხება თამარ შეხვდა მაგ შაურმა, რომ ყველაზე მეტი ხალხი, ყველაზე მეტი რიგი არის მაგ შაურმასთან, რატომღაც. ჩვენ უკვე შევუკვეთეთ ორი შაურმა წიწაკის უგარეშე. და ჩემი ფავორიტი არის რა თქმა უნდა მაგ შაურმა, თავიდანვე მინდა იცოდეთ, მაგით ამდენი ხალხი. ხოდა შორის უნდა აღვნიშნოთ დრო. საკმაოდ ზუსტად შეასრულეს თავის სამუშაო, მოკლედ 10 წუთი თქვენს და გავიდა 12 წუთი. დიდი აცნა და არ არის. არა, ძალიან კაი დროა. და ეხლა თამარი აიღებს მოკლედ მაგ შაურმას
და შევაჯერებთ დროს. მოვიდა. ზუსტად მოვიდა 15 წუთში, ანუ 20 წუთი გიქრეს და 15 წუთში მოვიდა. წარმოგიდგენ როგში 20 წუთი ელოდებით და 15 წუთში მოდით. ძალიან კაი დროა. ნაის, გადავიდეთ მიშოსთან. მიშო, რამდენი წუთი გითხრეს და რამდენი წუთში მოვიდა? შაურმა ხლაბა მითხრა 10-15 წუთი სადღაც და მართლა, ანუ 15 წუთში მოიტანეს რა გამომიტანეს. ნაის. გადავინაცვლოთ ოფისში, დაველოდოთ ბლეკ შაურმას და შევაფასოთ თითოეულ მათგანი. ესეც ასე მოვედით ოფისში და ვიწყებთ მაკ შაურმით და დავაგემოვნოთ ერთად და ვნახოთ მოკლედ ვის რა რეაქციები და ემოციები გვექნება. ვაუ. მოდი გადაგემოსებოთ. რას მინდა ხამაზე აღნიშნო არის ის რომ ძველი ამ 9 წელიწადზე მეტი არ მიჭამია და ძველი ჩარჩენილი გონებაში გვქონდა რომ უფრო ხისტი და უფრო ფასავით უნდა ყოფილიყო, მაგრამ საკმაოდ რბილი და წვნიანია ამ მომენტში. აი ხაჯის ნამდვილად. დამზადების დრო ნოსალოდნოზე ოდნავ ადრე იყო. ამიტომ 10 ბალიანი სისტემით ახსებთ? დიახ. ამიტომ 10 უნდა დავწეროთ აშკარად, იმიტომ რომ 20 წუთიც რო ყოფილიყო, მაინც 10 დავწერთ. რაც შეეხება ვიზუალს, რა სიტყვით? აი რო არ გამსკდარი იყო, კაი იქნებოდა. კი ბატონო, აი ამაზე მეც ვიტყოდი. კი ბატონო. სხვა შაურმები ახლა დაიჭრება და ვნახე და სხვები უფრო შეკრულია ხა, რამდენიმე უფრო შეკრულია. ამას ცოტა ხელი ხო. რატომღაც ეს უფრო ხორცი და ის. დადნა რა. ჩემთვის ეგ პლუსია, რომ გადადა ბილი რო არის. მე ხოროგინა პური მიყვარს. ხორცი ძალიან კაი იყო რა სიტყვით. კი, ხორცს მე 10-იანი დავწერე. ნამდვილად. გემოც ძალიან კარგი იყო. გემოჩი რა უნდა. და ფასიც ძალიან კაია. ანუ 9 ლარის ხარჯზე იდეაში მთელი და დღე შაურმა. ყოველ წელს თითქმის ეს ფასი იზრდება. 6-დან დაიწყო ფასები 5-დან, 6, 7, 8 და 9 უკვე ისეთ ფასია, რომ დაფიქრდები რა, შეიძლება სხვა უფრო ჯანსაღი რაღაც საჭმელი შეჭამოს ხალარა რა, არ ვიცი. მე გამიკვირდა რომ კრიტერიუმებში სუნი არ შევხვდა, იმიტომ რომ კაი სუნი ქონდა. მე როგორც მომხმარებელი კმაყოფილი ვარ. შემდეგი გახლავთ გოლდანის შაურმა, რომელიც მოკლედ ეს ლეგენდარული გოლდანის შაურმა ეწერა კიდეს პირველი ძველი გემო. ვიზუალსაც შეეხება, შეგვიძლია უკვე შევაფასოთ. ჩემი შემთხვევაში ცოტა გაგეჯილია, მაგრამ მეცალიან ბუნებრივია წააწყდება. კარგად კი, ვიზუალ რა, ის რო შაურმა. ძალიან ვიზუალში მეგონი დიდი სხვაობები არ აი, გვექნება. თითქოს შავალ კოსტუმიასვია, რა ვიცი, არა, სპორტიან გიტარები. დამზადების დრო ვთქვათ, ბიჭებო, რაც იყო რეალურად გოლდანის შაურმაში რაც მოხდა. მე არის 10 წუთი გითხრეს ზუსტად და 12 წუთში მოგიტანეს. დიახ. ანუ ხო, აი ნაგიტო შეიძლება 9 ფულა დაუწეროთ სქვებთან შედარებით. თორე ისე 2 წუთი ნამდვილად არ არის არავისთვის ალბათ გადამწყვეტი. სიმინდის სუნი აქვს. соуსი ჯამში თხევადი რაღაცა. სიტყვე მეტია რა. მაიონეზ соуსი არ აქვს, მაიონეზი და ის აქვს. აკი. მაგან კეჩო. ხორცე რა სიტყვით აი წინასთან შედარებით. მე ის უფრო მომიწევს. მეც მაგალითად. ვიცი. ანუ გემოთი რასაც ქვია, ოდნავ, მაგრამ კი. ხორცს უწერ 900. გემოს უწერ 900 ჯამში, იმიტომ რომ ჯამში ყველაფერი დაბალანსებულია ასე თუ ისე. თუმცა აი ხორცი უკეთეს შეიძლება და ეს მგონია. ოდნავ ძველი მით არის რა. ესეც ხავარი ღირდა. ანუ ყველა სტანდარტულფასიანი ავიღეთ, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ მაგშაურმა რო იყო თავიდან, მე გაიყო მარგედ რაღაცა და სულ სტანდარტული ფასი აქვს ხალარი. შემთხვევაში განშაურმა შეიძლება აირჩიო პატარა და დიდი. ხო, მაგრამ გემოს მიხედვით ის ჯობდა ბევრ 9 ლარიანი, მაგრამ ეს არ იყო ისეთი. ფასი სხვა რამის ვიძახი. ხო და ფასი და გემო ერთად ხო მაინც შეადარ. ვინაიდან ფასი ყველგან ერთი და იგივეა, მგონი 3-ვე, 4-ვე 9 ლარი ღირდა. რადგან წინა შაურმაც ზუსტად 9 ლარი ღირდა, უნდა შევაფასოთ ალბათ რამხელა შაურმა მოვიდა 9 ლარში რა და რეალურად ჩემი აზრით ეს ოდნავ პატარა იყო მაინც წინასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ აპრავებთ, რომ შეკრული იყო თუ დაფრესილი იყო. კი, ამიტომ მაინც წინასთან შედარებით შევჭამეთ. ბერვა დაუწერე. კარგი, გადავიდეთ კლაბ შაურმაზე. ესეც შაურმა კლაბი, როცა სკვადსშია უნდა ეწეროს ალბათ და ჩვენ ისევ გვშია, ამიტომ დავაგემოვნოთ ახლა შაურმა კლაბის შაურმას და ნახოთ ვიზუალურად პირველი სიტყვა ვიზუალურად. მე დავწერ 10. აი, იმიტომ რომ ჩემი ნაჭერი კონკრეტულად ჩემი სუბიექტურად ვიტყვი რომ არის იდეალური შაურმის ნაჭერი. რაც შეეხება დროს დაპირებული 10-15 წუთი ვითხრეს და 15 წუთში მოვიდა მაქსიმუმ, ამიტომ 14 წუთში მოვიდა იმედი. 14 წუთი და 29 წამი. კი ბატონო. კაი, ეხლა ბევრია, მაგრამ პარკოდ გავსინჯოთ ბარი. ჩემი აზრით ოდნავ მშრალია. მასიურია ძალიან. შაურმის დროს ყოველ ზარი და ყოველ ზებადება. კითხვა, რისი ხორცია? გემოს ვუწერ, აი მართლა ვერ ვხვდები. 6. ხორცს უწერ 7. მე 7 დავუწერე. Oh my god! ფასად შეეხება ფასში 10 დავუწერ, იმიტომ რომ ფასთან შედარებით ზომას გულისხმობ ამ შემთხვევაში. და დღეისათვის ბოლო შაურმა, რომელიც გზაშია. რომელიც გზაშია და რომელიც წუთი-წუთზე შემოვა, მაშასე
black, ანუ შავი შაურმა. The next day. სანამ შავი შაურმა მოვიდა, ჩვენს შავი დღე დაგვადგა მგონი. კი, ზუსტად, მოკლედ მოსვლას დასჭირდა რამდენი წუთი? 2 საათი, ანუ წუთებში გადავიყვანოთ 120 წუთი. ხო, მაგრამ ვისი ბრალი? ვისი ბრალი? ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ნუ ვისი ბრალია? მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 2 საათი დასჭირდა მოსვლას, მე მგონი უფრო ბევრი შეკვეთების გამო მოხდა, იმიტომ რომ თბილია ჯერ კიდევ რა. ისეც არაა, რომ ცივი იყოს, მაგრამ ეხლა 2 საათს მერე ალბათ შაურმა კი არა, აღარაფერი აღარ გინდა, არ ვიცი. შესაბამისად, დამზადების დროში რა ქულას უწევთ, რაზე ჩამოყალიბეთ? დამზადების დროში, ანუ რეალურად დამზადების დროს შეიძლება ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ მოტანის დრო იყო მართლა 2 საათი ხალხო და ამიტომ არ ვიცი, მე ყველაზე ცოტას დავწერ აქ, ანუ დავწერ 800-ს. არ ვიცით, არც ჩვენი ბრალი არ არის, არც მათი ბრალი არ არის. ესეა 7 იკლიჯა. რა შეეხება ვიზუალს, ნამდვილად განსხვავებულია. დავითანხმოთ ეხლა ერთმანეთს. თან სქელია რა, რაღაც მოშნია რა, აი ტიპი ჩანს. ხო რა, ანუ თან დასაწუნი რა. დაბრაწული შავი შაურმა და პლუს დაბრაწული რაღაცა ძალიან განსხვავებულია. ამიტომ დავწეროთ 10. ცოტა საშიშია ვიზუალურად და 9-ს დავწერე რა. აუ, ხანერე სიტყვები. ამოვეთ. აა, მეთქი რა. მე ჩაცუცკული ჭამ შავ-შავ. პურზე მიგზერეთ სიტყვა. ცოტა სხვანაირი გემოვა, ტკბილი არ არის, მაგრამ განსხვავებული გემოვა. ვიტიაშავებთ. ისეთი რა, თითქოს არ გამძიმებს. გემოზე მომწონს. გემო კაი აქ. ანუ დაჟე კონკურენტული არის პირველ შაურმასთანაც, მაგ შაურმასთან. შეიძლება ითქვას კი ნამდვილად. იმიტომ რომ წვნიანიც არის, соуსები საკმარისია ეს დიეტური და გემოს დაბალანსებულია. და ანუ სულის არის, შაურმა ზერო. დიეტური შაურმა. უშაკრო. ოჯი გემრიელია. გემრიელია ერთი, დიდია მეორე. და განსხვავებულია მესამე. აპატიეში და პენდოზი მომივიდა შაურის. ყოველთვის, როდესაც ვკრიბავთ ქულებს, ჩვენთვის არა მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ ხოლმე. ამიტომ, მოდი შევკრიბოთ ეხლა საბოლოოდ. გლდანის შაურმას პირადად ჩემგან გამოუვიდა საერთო ჯამში 44 ქულა. ჩემთან 45. ჩემთან 43. ზუსტად 44. რასაც უყურებ გიორგის ქულები მაქვს? ხო, ძალიან, ნუ 1-2 რატო იცი? შეეცა. მაგ შაურმას რაც შეეხება 47 ქულა ჩემთან ჯამში. ჩემთანაც. ვაუ. ზუსტად. ვაუ. ხალ შაურმას 45 აქვს ჩემთან 43. 43. და ბლეკ შაურმას ჩემდა გასაოცრად 48 ქულა აქვს ჩემთან. 44 ჩემ. 45 ჩემ. 44 შენ. მაგ შაურმამ გაიმარჯვა ჩემ შემთხვევაში და ყველა ხო, ანუ ძალიან გასაკვირია ის ფაქტი რომ 4-ვეს გვაქვს 47 ქულა მაგ შაურმაზე. მაგ შაურმა უპირობო ლიდერია, თუმცა ჩემთან ბლეკ შაურმას 1 ქულით მეტი აქვს. თუმცა მაგ შაურმა ყველასთან ლიდერობს. მეორე ადგილზე რეალურად არის ბლეკ შაურმა, მე მგონი. ჩემთან არის ბლეკი ნამდვილად. კი, ჩემთან პირველზე არის. და გლდანი არის ერთად. ხო, ნუ ბლეკ შაურმა ლიდერობს მეორე ადგილზე ზოგადად ჯამში. შემდეგ მოდის ალბათ გლდანის შაურმა და შემდეგ ხლაბ შაურმა. ესე დაალაგდა საბოლოო ჯამში, მეგობრებო. ქულები. დღის ბოლოს არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? რომელია ყველაზე გემრიელი შაურმა საქართველოში? მაგრამ მომავალში შაურმაზე აღარც სხვა რამეზე გადავიდეთ, პიცა, ტკბილი. ეხა დესერტის ხასიათზეა, ასე რომ დავიკომენტარეთ მეგობრებო, რისი ტესტი გავაკეთოთ მომავალში, აუცილებლად გავალთ და დავაგემოვნებთ და მინიმუმ ჩვენს აზრს გირჩევთ. დანარჩენი თქვენზე მოგიდია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და შემდეგ ვიდეომდე.